Ქუთაისი ორმაისობა. ეხლა მივდივართ ჩვენ გამოფენაზე. ფოტოების გამოფენაზე. ქუთაისის ხედები. შედარებით ძველი ქუთაისი, როცა დავით აღმაშენებელი ძეგლი იდგა ქალაქის ცენტრში. დავით აღმაშენებლის ძეგლის მშენებლობა 1994 წელი. 1980-იანი წლები. 1984 წელი. როცა მე 1 წლის ვიყავი. 80-იანი წლები. 1971 წელი, როცა მოედანზე არაფერი არ იყო. ეწოდებოდა ტროლეიბუსი. ძველი ქუთაისი. ეს არის, ესე იგი, 2016 წლის 3 მაისი. აი, ბავშვების ხელნაკეთობების გამოფენა. აი, თიხის ნამუშევრები. ქუთათურების სახეები. თავიანთ კვიდებთან ერთად. აი, რამდენი კარგი ამბავია ქუთაისში. აი, მერიის თანამშრომლები გამოფენილები არიან. ნახოთ ნახატები, კარიკატურები. საინტერესო იქნება. Detalizacja moczydowe, jak biogazet, mała piszy, tuneli, ragis, glas, kapelasz. Jak badaliga moczydowe, tam jak przypela, jak jest reprezentował kolonicy, tałagandeli. Ziudo David, Hahaleishvili, Gibatono, ვიცით. ავთადელ ხუციზე ჩემს ვადა მეგობარი. მაგარი კაცი, მას ასაკელა მთელი საქართველოს რა ამის მსოფლიოში. ეს არის ქუთაისელი, პროფესორი გეგუთიდან არის წარმოშობით. ავთადელ ვიცით, მუსიკურიზე თავისთავად ვიცით და ვიცით სულავში. Çakma
გარიგაცია ჩახოჭა გადაცვალებაში. Taisi. Sanita. დაიწყებენ მალეებმა და საინტერესო რაღაცებს. ასეთ ლაუჭიდი ოჩახუთაის ლიბაძოს ყველა ქალაქი. შემოშვილებრო წამოიზრდებიან და თავიანთ თავს მიხედავენ, უკვე ექნებათ იმის ძალა, თავიანთ თავს მიხედონ და აუცილებლად წამოვალ ქუთაისში საცხოვრებლად. იმიტომ რომ ეს ქალაქი ძალიან მიყვარს და ეს ქალაქი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამ ქალაქის ხოლოს უთბილესი ადამიანი, ძალიან ძლიერი ხალხი და ეს ქალაქი არის სიყვარულის, სიხარულის და ვაჟკაცობის ქალაქი, სადაც მამულისებს ძალიან დიდ პატივს სცემენ. უდიდესი კულტურის მატარებელი ქალაქი. ეს ბუთელთა გუნდი. მოვიდეთ ბუთელთა გუნდთან. სადაც თამაშობს ჩემი ძმა ლუკა ხაზარაძე. აი ყარეთანი გასეთია, მაშინ შედის. 17 ნომერი არის ის თვითონ. როგორ ახარ ბატონო ლუკა ხაზარაძე? ვარ დაიღალე. მიზემა ანა სიფერები რამდენი ბურთი გაიტანე? არ დაგიშლია? მიდი შედი. Lukak მაყოფილი ხარ დღევანდელი თამაშით. არის ოპერის თეატრი. ულამაზესი შენობა, მისი არქიტექტურული ხასიათია. თავზე მომოდი. აი მისი ძეგლი გაჩვენოთ მე თქვენ. ალიაშვილი ინტერესი ადამიანი იყო, რომელმაც მოღვაწეობა ქუთაისიდან განაგრძო თბილისში, თბილისის დედაქალაქში.
ესეთი ლამაზი, კარგი და ხალისიანი არის ჩემი ქუთაისი.